გადაცემის სპონსორია Village 11, ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ინოვაციური მსუბუქი ფორმულა შენიკანისთვის. Village 11, კორეული ხარისხი PSP-ში. გადაცემის სპონსორია ბაზარი, ქალაქი ქალაქში, სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. ნაკთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. თირფასო ტელემაყურებლებო, ბრუნდებით ეთერში და მინდა მივესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმრად ლევან ხაბეიშვილი. მადლობა ლევან. მოგესალმებით. მოხდით ჩვენთან გადაცემაში სტუმრად. სხვანაირად ხდებოდი ხოლმე იყო რომ მასშტაბურად შემოვიდიოდი ლაღა. ქუხთა აკაურობა. ქუხთა აკაურობა. ისე ღარიბულად დამცი. ხო, რა ვქნა ეს ფინანსური პრობლემები ყველას აქვს, მარტო ჩვენ არა და ამიტომ რადგან არ გამოდიოდა, ნუ ახლა ბენცას ხო გაგებით მოიგიდე, გაგებით. ეს კაცის ხმა ჩაგვესმის ყოველთვის ყურში და ამიტომ მოდი ეს სეზონი აი რაღაცნაირად ეს ბენდის გარეშე გვიწევს რომ გადავაგოროთ, ნუ რა ვიცი, სექტემბრიდან შევხედოთ რა როგორ წავა. რა ვქნით. ყველას აქვს ეს ფინანსური კრიზისი, მათ შორის თქვენს ხო გაქვთ? ყველას აქვს. ჩვენ გვაქვს. ხო და დავიწყოთ რაღაც საინტერესო თემებზე, ახლა მე ვიცი რომ რაღაცა ძალიან ესეთი საინტერესო ამბებზე გიწევს ეს კონფერენციების ჩატარება და ზოგადად შენ Facebook გვერდზეც ძალიან ბევრი ნახვები აქვს რაღაცა საინტერესო თემებს. ნუ ერთ-ერთი საინტერესო რასაც აი მინდა რომ კარგად ვილაპარაკოთ ეს არის რომ ბიძინა რომ თავის ფულებს ეძებს. ხო არის ეს თემა. რატო დაუწყო ეს თავის ფულების ძებნას? რატო დაიწყო ახლა ძებნა? პირველ რიგში მე მინდა რომ ყველა სინდისის პატიმარს პოლიტპატივრებს მივესალმო, სოლიდარობა გამოუცხადო ამ ადამიანს მართლა აბსოლუტურად. ხო, ტყუილას ხედან ეს ადამიანები და რა ვიცი, მართლა გულდასაწყვეტია, რა. რაც შეეხება ახლა კითხვას რომელიც გახსოვანო ხო გაშლეგებულია ეს კაცი 4 მილიარდის ქონება აქვს ასე ვთქვათ გაჩერებული კი და დაახლოებით ეხა საუბარი შეიძლება 3 მილიარდი ნახევარი იყოს ნუ მომედავები პატარა და იმაზე 3 მილიარდი 4 მილიარდი კაპიკებზე მოგამეკიდები ხო ბიზნესის კაპიკებზე ეს 4 მილიარდი მას და ანუ ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხაზინის სანქცია აქვს და ქონება იყო თუ ტრანზაქციები იყო ეხა ეს სახში ესკობარივით ხوارედო ქეში ფულია რა ამას ეხა 21 საუკუნეა და სხვადასხვა აქტივებში ქონდა დაბანდებული და ასე შემდეგ ხო უძრავი ქონება და ანუ ეს ყველაფერი გაყინული აქვს მას ანუ ფაქტობრივად ეხა ბარათით ხო ყიდულობ რაღაცა წყალს ან გადარიცხვა გინდა ამ კაცს აბსოლუტური კეთროვანია მასთან საუბარი ან დოკუმენტზე ვინმეს რო უნდოდეს ბიზნესთან ყოფნა აღარავის არ უნდა მოკლედ და იურისტი რო ყავთ აყვანილი ისე რომ არ დაბირეკოთ რო არ ვიდე იმიტომ რომ მე იმასაც დაასახ შარია რა ხო სერიოზული შარია ამიტომ ეხა ისინი აღარ ეკონტაქტებიან და დაუწყوارგენ ისა რა ქვია დევნა რიჟვაძეს და ღარიბაშვილს და გომელა ლილოშ და ამხავს. რიჟვაძეს რაზე და ეს მაინტერესებს ხა რიჟვაძე უცბად ისე გაუშვა თანამდებობიდან რომ აი რა ვიცი არ დაგვემშვიდობა. შენ ქონდა თემა სხვათა შორის. უფლება არ მისა დამშვიდობების. ხა რიჟვაძეს რა არის ხო ხა ბათუმელებმა კარგად იციან ჩემი მოკითხვა ამ ბათუმელებს ხშირად ჩავდივარ მიწევს იყოფნა და არის რომ გაიხედო დაბეტონებულია ეგეურობა ხო აბსოლუტური კატასტროფა ვერ აღმოჩნდა. მე დღემდე ვერ ხვდები ამდენი მაღალსართულიანი корпуსი როგორ ეტევა ამ პატარა ქალაქში. და წარმოიდგინე ხა იქ ყველა მაღალი სართული რა დაათვალო ეხა სართულები და საცხოვრებელი ფართი რამდენია და რამდენად გაიყიდა ხო? ავდივართ მილიარდებზე და ეს მილიარდები შემოსავალი კონკრეტულმა კომპანიამ თუ ბიზნესებმა ვინც მიიღო იმაში რა თქმა უნდა წილში არის ყველგან რიჟვაძე ხო თავის კოეფიციენტის მომატებით მშენებლობის დამტკიცებით და მშენებლობები იყო დაიწყეს ორი სართული და ავიდნენ 16-ზე რა მართლა ეგეთი კი იმაში რა ქვია ზედ ბულვარში კაცო ხო და ეს ფული რომელიც იშოვა ამ კაცმა ასე ვთქვათ ამ კორუფციით ბიზნესს რო დაჭირდა ქეში ჭირდება ეხლა უყოდ რო გითხრა რომ ბიზნესი კი არ ჭირდება ბიზნესს რამე წილი გადმომიფორმე არ ჭირდება იმიტომ რომ სადაც არ დაეწერება დაფტორებული კაცია უკვე და ამიტომ და ქეში და ამიტომ მოთხოვა ქეში ეხლა რიჟვაძეს უთხროს 300 მილიონს მოიტან ამას სხვათაშორის ალბათ იფიქრა რომ მივიტანო მაგიტო არ დამიჭირონ რომ საიდან გაგეს 300 მილიონი ხო არ მიიტანო ვაია და მიიტანო რუი თქვა რომ არ მივიდა თუ არ მიიტან მე ვიცი რომ ეს კაც დაბარებული წავდათ და გამოძიება და რომ შეშინდა უკვე რომ მივიდა სანამ მიკაუტანძემდე მივიდოდა მიკაუტანსაც დაემართა ხო ამან თქვა რომ მე გრაფიკი გამიკეთეთ ნენელა მოვიტანო და ესე ნენელა მიაკ ბიზნესთან ეს ფული აი ეგ გასაგები აი მიკაუტაზე ხო რაღაცა იქ თითქოს
აი ნაკლებად ცნობილი ტიპი. ეგ შენთვის კაცო, აბა მე მკითხე კაცო, თქვენ სერვისიდან მოვუძებ, მაგასო კორუმპირებული და გულია. ხო, არა მე ბევრი გამიგია ახლა მე ჩახედული მაგრამ მასისთვის ვამბობ რა ხალხისთვის. მართლა ხო, რაღაცა ცოტა მიმალული ადამიანი იყო და უცბად რო დაიჭირეს, რავი, იმდენი რამე ეთქვეს უკვე მასზე, რომ თვითონ ხო, ჩვენ გაგვასწრეს რა. ჩვენაც არ გვითხოვს ისიც მოყვნენ. ხო, გარიბაშვილის ერთი რამდენიმე ჯიბი აქვს გარიბაშვილს რა და ეს შავი კასირები ხო ყავთ ვიღაცა ფულზე და ეს იყო ერთ-ერთი და ეს ერთ-ერთი ჯიბი ეხა დაუჭირეს. და უნებია რომ მეორე ჯიბიდან თუ არ მოიტან ჯიგარო, მაგრამ მეორე ჯიბესაც დავიჭერთ რა და ამიტომ ეხა გარიბაშვილთანაც ეგ გარჩევები მიდის, ზაგონია რომ იქ რაღაცა კონკრეტული ესენია, რა ქვია, ფულები მოპარული და მოკლედ ბიძინა. აი ეს კრიმინალი იყო და ეს შენ ხო არ გონიო რომ სახელმწიფო ინსტიტუტი ააწყო რაღაცა კრიმინალური ბესპრეზელშიკების ბანდა შეკრიბა სხვადასხვა ესეთი აი მოკურდო ბოდიში და მობდო ხალხისგან ბოდიში მარა ესე არა სუსტან რაღაცა და შეესა თან რო ქუჩა და რაღაცა ისიც რო ყველაფერი ჩიკირო არის და შეკრიბა ეს ხალხი და მიუშვა ეხლა და ამათ ათვლევინებს ამა და მოიტანეთ ეს ფული რა და რაც სინიზმია სხვათა შორის და გული არ დაგწდება შინაგან საქმეთა მინისტრი იყო კაცი გომელაური რამდენი წელი და ესეთი ბესპრეზელშიკი ტიპები მოძველ ბიჭო მოკუჩო ხალხი აკაჩავებს რა რომ სადარი ფული მოიტანე და რაღაცა და ამან გაიქნია პირდაპირ იმისკენ დეიდაშვილისკენ ხელი უჩასკენ იცი რა უნდა გითხრა 400 მილიონის ქვეყანას რო გადასახდელი გვაქვს რა ფული აგერ დოკუმენტი მაქვს კაცო ეგ უბედურება მოხდა ვანუ ეგეთი 80 მილიონი კიდე თალკე ეგეთი ფული ნახე როგორი შევა ფული ღარიბაშვილო ფული როგორი შევა გააფორმა ხელშეკრულება და ენკას უთხრა რომ ნამახვანხესი ააშენე მე მოხდა რაღაც მოხდა გაუქმდა ეს ხელშეკრულება. საერთოდ ხო არ უნდა დადებულიყო, მე მიმაჩნია რომ არ უნდა დადებულიყო. ხო. ჯერ გაფორმდა, მე ვითომ ხალხს დაუჯერეს, ნახე, რა კარგი ხელისუფლება, გაიგეს ხალხის ხმა გაიგეს და გაუქმეს. ამ ხელმოწერაში და გაუქმებაში 430 მილიონი დოლარი წააგო საქართველოს. როგორ გადავიხადოთ? ეხა ნახე, ეხა 430-და ცოტა დაბნეულია. თურქულ კომპანიას ეს ჰესი რომ მაგალითად აეშენებინა ხო ვაი აშენდა დახარჯა თანხა და მე დაიწყო მოგება ამოღება ეს 400 მილიონი დოლარი რომ მოეგო 400 წელი დაჭირდებოდა მართლა არავის შერებია და ისე მიიღო ფურცელზე რა ხელშეკრულება გაფორმდა მე გაწყდა და 400 მილიონი ეხა ამ ეს ტრანზაქციაში ბჭყალებში ხო ღარიბაშვილი იყო მაშინ მომგვარებელი გამფორმებელიც ისე 10%-ში ხო იქნება. ჩვენი ფულია რა, ეხა ვინ უჯდენი ხარ, მაგათ ბიზნეს ენაზე რო ვთქვა, რომ უნდა გადაიხადო. რო არ მიხდი სხვათა შორის ეხლა. მე ეხა გავასაჯაროვე ეგ ამბავი და სასამართლო გადაწყვეტილებებია და ამერიკის შეერთებულ შტატებში წაიღო ამ ენკამ აღსრულებაში უკვე აღსრულებას დაობს, რომ მოიგო და არ იხცის საქართველოს მხარე რა. და ანუ ჩივის და ყველა დღე როცა არ ვიხდით, ხო კიდე დამატებით ფული იწერება. ესეთი კორუფციული სქემა ააწყო, ხელშეკრულება გააფორმო, მე გააუქმო და ბიუჯეტს ხალხს უწევ 400 მილიონი აწაპნო, ეგეთი არ ვიცი. თან არავინ არ იჭება, ხო და ვინ იჭება ღარიბაშვილო მოძი ის რაღაცა იმ ბიუჯეტიდან ფულს წაიღებს, იმ კომპანიაში რაღაც თავის წილები ექნებათ რაღაცა და არაფერი მე და შენ უნდა გადავიხადოთ და აგერ თამარამ და ზიადი და ოპერატორები და ჩვენ რა. ხო, ამ ბავშვებმა რომ კამერები დააზიანეს, რამდენი ლარის კამერა? 500, აი ეგ მართლა კლასიკაა, ხო 570 ლარი თუ აზიანაო სახელმწიფო მათე დევიძემო და 4 წელი და 7 თვე მიუსაჯეს ბავშვს. ხო. და ქოცი ქოცდა რომ ხო 360-ს დააშავაო რაღაცა სიგიჟეს ეთქვის. აქ რამდენი? აქ 400 მილიონი ბიჭო წერია, რა ვიცი, მეტის რა 400 მილიონი გვაქვს გადასახდენ და არავინ არ იცის. ხმას არ იგებს, ქოცი არა თავარია რაღაცას ითქვის. ხო, ესეც უნდა იყოს, რა უჩის ახლა. აი კალაძე მე დადგება და ესე სვეტად ეთქვისო, ვინც დააშავებს. სხვათა შორის კალაძემ 80 მილიონი ევროს დაბა წააგო საერთაშორისო არბიტრაჟში, როცა იყო ენერგეტიკის მინისტრი, მის დროს გაფორმებული იტერაოსთან რა. რუსულ კომპანია ხო რუსებთან წააგო. ჩვენ კერს სახელმწიფოს უნდა გადაუხადოთ 80 მილიონი. 80 მილიონი 80 მილიონზე კი არა 80 დოლარის გამო ბავშვებს უშვებენ, რა ვიცი, 5 წლიან და 7 წლიან ციხეებში რა. თორემ ნუ ახლა ეს ქოცური სამართლის კლასიკაა. კლასიკური ამბავია. მართალია რომ კალაძეს და ბუღალტერია შესული ბიზნეს და ითulis. კი ითulis და ეს როგორ არის წინ?
კალაძეს ყავდა ეგეთი მოადგილე, ხო, ხმალაძე რა. ხო, სტეიკა კაცი. სტეიკა რავაგარი. ხალხი იხოცებოდა პანდემიის დროს და ეგ სტეიკის ვიდეო რო დადო. სტეიკსო წავდა. ეგეც ხო არა ნორმალური უნდა იყოს ეგეთ რამე გააკეთო. ხო, ან ჯერ ჩინოვნიკი მარატო უნდა დადოს. ხო, აი ესეთი მაღალი ხარისხის 40000 თბილისელი სოციალ-დაუცველი, ესე იგი დადის უფალ სადილებში პურის გამო და ამან ანგუსის სტეიკი TikTok-ზე ააგდო. აი, აბსოლუტური არანორმალური უნდა ანუ დიდას ყველა დიდარია გონა ხო თავისა ხო ხო და ისა რა ქვია ხმალაძე მიცის ეს ბიუროკრატია იქ რაღაცა კოეფიციენტი მოუმატეს რეკრეაციული ზონა საცხოვრებლად შეცვალეს რაღაცა და ეს კაცი გაუშვეს ანუ კალაძის ეს მოაშო ხო ან ჩათვალეთ რომ კალაძე მე ხა იქ არაფერი არ იცის არაფერი არ არის ყველა ბრმატარი აი ხო აზია არის ხა ეს ბუსელი მიცე გინდა აქედან მოატრანეს იქიდან მაქსიმუმ ხა კალაძეს მიცე და წაიკითხოს ბარსელონას შემადგენლობა და მილანს კარგად გაიგებს ტაქტიკასაც მიხვდება სავარაუდოდ როგორია მაგრამ დანარჩენი არ იცის და ხა შეუშვეს იქ ისა რა ქვია საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე კობახიძის კადრები, რაღაცა ბიზნეს დასმული ბუღალტრები და ეხა ითვლიან რა სად რო იყო რაღაცა კოეფიციენტი და გაიზარდა. ხო იმაში რამდენს იღებ ძმაო, მაგათმა იციან რა დაახლოებით 20%-ია კორუფციას გეუნები 20%, 30%. ეს თამასები რო აქვს და ეხა დაუთვლიან კალაძეს და დაუდებენ რომ ძმა ამდენს გადაიხდი. არ გადაიხდი და ბიკაუტაძე დაგემართება. ბოლოს და თქვენ დაიმახსოვრეთ მე რაღაცა დრო იყო გაყარიაზე ხუმრობდი რომ ჩვენი დასაცავი იქნება მეთქი. აი კალაძე თუ ჩვენი დასაცავი არ გახდეს. აგერ მე აგერ შე გვიყურე რა ესა კახი უნდა გესმოდეს რომ შენ ჩვენს იქით მე გზა არ გაქვს აი ჩვენი კახი მე ხო აი მე ალუდას და სოზარს უყურე გახარია ზოგურ ესაუბრებოდნენ რაღაცა ეს ბლატატა რო ქონდათ ეგ სასაუბრო მე წარმომიდგენია მე კალაძეს რო ელაპარაკება ზარქუა რომ შენ ბიჭო რაღაც ეგ მოხდება აი როგორც ეხა მე შეგიყურებ ეგრე მოხდება არა ეგ სასაული იყო ეს ამდენიმე თუ აქვს თქო დარჩენილი მე ძალიან დიდი დროც არა მოხდება ეგა ხა ის კომისიაზე ხო გახარიას კომისიას ხო უყურებ ხო შენს ხო რაღაცა რა იყო ეს რაღაცა ან ეს იყო რაღაცა ანუ ვერც დაარქვე რავი ახლა კომისიას ქვია მაგას ანუ რა ტერმინოლოგია რაზე ლაპარაკობდნენ ვის რა ვინ როგორ ჩხუბობდა აი რა აი ხალხი ადამიანი გვიყურებს ახლა დაღლილი პარასკევის საღამოა 10 საათი შაბათ-კვირასაც ვერ ისვენებს ადამიანები 5 სამსახურში მუშაობენ SMS ელოდება სესხი მოვიდა ბანკიდან მიკროსაფინანსოდან ლომბარდი გადასახდელი ბავშვი დასასვენებლად სად გაუშვას იმიტომ რომ 400 ლარი შემოსავალია და 1000 ლარი უნდა 2 დღე ყოიკას რაღაცას ნუ უბედურება ხდება ადამიანებშია რაღაცა ძალიან დიდი ფასები კატასტროფა ხდება და ამ დროს ესენი ამაზე ბალამუტობენ 3 საათი 5 საათი შეუძლია იბალამუტონ და ხო ამბობდნენ მე მართლა კლასიკაა ისა ანუ ქართველობას გვართმევენ რაღაცა და ბიჭო ქართველობის წართმევა არ არის ერთ მაგიდაზე ისხდნენ ბავშვები მოუნათლეს ერთმანეთს ნათესავები არიან და ეხა ბოდიში და უშვებენ 15 წელი შენ ესეთი შენ რო ესე თქვი და ერთმანეთს აბეზღებენ ეს ხედა და სოზაირო შენ ესე რო ამბობდი და აქედან გახარიატყოს შენ ისე რო თქვი გახსოვს პროკურატურაში ატარებენ შენ მიხვალ იმას ჩაუშვებ ეს არ არის ქართულობის წარსულობა ბიჭო ნაციონალური დროს ამბობდნენ რომ ჩაშვების ინსტიტუტიო შემოიღო სააკაშვილო შემოიღო კი არა ერთ მაგიდასთან ერთმანეთს წარმოუდგენელი სიგიჟეში არიან თან არათუ ჩუმათაც არაკეთებენ საჯაროდ ლაპარაკობენ ამას ვითომ რა მაგარ საქმეს აკეთებენ ხედავ თან ეს თვალებში ნაცრის შეყრა არის ყველაზე მაგარი ეს ჩორჩანას ამბავი თითქოს არავინ არ იცოდა და აი ამ ერთმა ამოხეთ დაი წელი გავიდა 5 კატასტროფა 5 თუ რაღაცა წელი 2022 წელია ღარიბაშვილი ამბობს ჩვენ ვართ ნახეთ აი ტყუილები ყველაფერზე ხო შეუძლიათ მოიტყვენ ჩვენ ვართ ერთადერთი ხელისუფლება რომელსაც არ დაუკარგავს არც ერთი კვადრატული რაღაცა და დღე გუში დავინახე პლაკატი უჭირავს იმას ცულუგიას 1 მილიონი კვადრატული რო დაკარგე შენ აი რო სად დავიჯერო რომელში ხარ მართალი წერან ახსენე ფასები რა ფასებზე გაგხოლმე ხშირად შენ გამოსვლები რა და ერთი თემა მინდა რომ აი შენთან გავიარო ძალიან მარტივი და ესეთი აი მაგალითად ხო დიღმის მასივში ბალიღი და 35 ლარი ხო ეხლა ნახე ბალიღი ჩამოვიდა მაგრამ მე ჩამოვიდა და 23 ლარი და გამიხარ ამოისუნთქე
ამოისურვე. გამიყარდა. გარგარი 14 7 სადღაცა წავაწყდი, მაგრამ ქვასავით მაგარი იყო, გარგარი იყო თუ ხვა იყო, ვერ მივხვდი და 23 ლა ეხა 35 არ ვიცი 23 ლარად ის ოვერდრაფტები რო არის, ხო? ეს ოვერდრაფტები. სესხი როა რა, სესხი ოვერდრაფტით ვიყიდე 3 კილო ბალი მინდოდა. განვადებით ვიცინე და ანუ განვადებით ვიყიდე, ხვდები ხა? რამდენიმე თვე უნდა ვიხადო ბალი. რა მართლა რა ხდება? რას თან გვაქვს საქმე? ვერ ახვდები. მეგობარი მყავდა სტულად სხვათა შორის და 6 წელი ბალი რო შეჭამა და მეშვიდე ხელი დაადო, მეოთხარი და წერი ხარ ოჯახის კაცო. მეშვიდე ბალზე გავეკიდე, საფრთხეზე მოდ გადავეკიდე, კაცო. რამ გაგაგიჟე? რა იყო რამ გადაგე? ერთი ჭამე გავიგეს, მამა ორი რა. ხო, მე უხსმედი ხა გუბაზი იყო აკუბარდიასთან რა, ჩართულზე იყო და ეს რაღაცას ამბობდა ამ ამბავზე რომ ერთი მეზობელი შემხვდაო რა გუბაზი ამბობდა რომ ლიფტში ორი ქოცი ხალი ლაპარაკობდაო რომ ესაო ბაზარში ვიყავიო და ბალი ღირდაო 23 ლარია ხო და მეორე ქოს მოთხრა რა ვქნათ აბა ეხა ამ თავრობა მეტი რა გააკეთო ეს ბალი მაგათი ბრალი კი არ არისო ეს არის გერმანიის ელჩის ბრალიო გოდე ქოცის გაправების მეთოდებზე გელაპარაკები, ნუ აი ამასაც რომ მარტივად იმაშვებია რა, ალაგებენ თავის ტვინში. მე გუბაზი მქონე რომ ეგეთი ხალხს უკვე ტვინი დაზიანებული აქვს, გარბილებულია. მაგ ხალხს მართლა ვერ ვიშველი, დიქტეიტის ბალის ფასი. აქ ქონდა კიდე ერთი თემა, რომ 400,000-ით მეტი მოქალაქე ვართ. აი ამ თემაზე რა ხდება? აი 400,000-ით როგორ გავიზარდებ? მოკლედ, თვალეს მაგათ, ეხლა რომ იცოდე თვალეს და ძალიან აირივნენ რა. ძალიან აირივნენ, ბალანსის დასმაც არ უნდათ ისე რომ რაღაც, იმიტომ რომ მან როგორ არის რომ ქუთაისი დაიცალა, ბათუმი და საქართველოს დაიცალა, ხო? ადამიანები ანუ ემიგრაციაში მიდიან, აღარ ბრუნდებიან. რა თუნდა ეხლა ამას სტატისტიკა რო არ იყოს, აგერ ვინც გიყურებს, გადახედეთ რამდენი ხარ სახში დარჩენილი და ოჯახს და სანათესაობაში, ხო? 270,000-დან 400,000-მდე ადამიანი, აი ამ ფარგლებში არა ქართველი, ანუ არა საქართველოს მოქალაქე დასახლდა საქართველოში. ანუ საქართველოდან გავიდა 100,000-ობით ადამიანი და მათ მაგივრად, ხო, აი კარგად რო გავიგოთ, მათ მაგივრად ბიძინამ ჩამოასახლა სხვა ქვეყნის მოქალაქეები და ისინი დაასახლა საქართველოში. დემოგრაფიული პრობლემა გვაქვს. შობადობა მოიკლო, ადამიანები გადიან და ამასობაში სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები რა მნიშვნელობა აქვს? იქნება ეს პაკისტანელი, რუსი, ინდოელი და შემოდის, სახლდება. მე კარგია, ტურისტებად შემოვიდნენ, ფული დახარჯონ, ვიღაცა შეიძლება ფული არის დაფუძდეს აქ, ოღონდ ბალანსი ხო უნდა არსებობდეს, კაცო. ჩემი მოქალაქე გაიქცეს ქვეყნიდან და სხვა ქვეყნის მოქალაქე მოვიდეს. ხო უნდა მიხვდი ამას რომ არც დიდი ევროპელობა და არც დიდი მეცნიერება არ ჭირდება რომ უბრალოდ შეიძლება გადავჯიშდეთ. ეს არის ბიზნეს ოცნება. საქართველოს ქართველების გარეშე ეს არის ბიზნეს საქართველოს მოქალაქეების გარეშე. აი პაკისტანელები ხო ბევრი არის, მე ბევრი ხდება უბანში და რასაც ფულს როგორ შეუგლობენ. სოციალურ ქსელში ვნახე მე, ისა რა ქვია ვიდეო, მაშინ რა ქვია რუსთავ მოქალაქე ასე აქვეყნებს რომ რუსთავშია გადაღებული. რაღაცა მუნიციპალური იმის დროს, სამუშაოების დროს. არც ერთი ქართველი არ მუშაობს, კაცო. რუსთავის პარკი. მუნიციპალური სამუშაოები. ერთი ქართველი არ არის. ფაქტობრივად ყველა არის აი ან ინდოელია, ან ეს სახელმწიფო ტენდერია მოგებული კაცო. ხო, ბიუჯეტი შენი ფული და ქართველი შეიძლება დასაქმოს ვიღაცა, შეიძლება რაღაცა თავის კომპანიაში, მაგრამ სახელმწიფო ტენდერი ეზოს აკეთებენ, პარკს აკეთებენ. ხო, და რა ვიცი ხა მე არანორმალურია, რა ვიცი ხა თუ ეს ვისაც ნორმალურად მიგაჩნიათ, კაი ბატონო დაუჭირეთ ხალი საქართველოს დემოგრაფიულ კატასტროფას. წილოსანსა აქ კაი იდეა რომ პრემიერ კობახიძის თხოვა რომ რა შეიძლება შევთავაზოთ მოსახლეობას დემოგრაფიული პრობლემის მოსახსნელად. აი ხა რაღაცას იტყვი და მე უნდა დაგიძახო სასამართლოში და დაგაჯარიმო. რა გინდა კარგი რო თქვა, რა ვიცი. მაგას ეგრე წარმოუდგენია. აი სპალნის კარებები დაუკეტოთ ყველა წყვილს რაღაცა. ანუ რაღაცა ოფიციალურად უნდა მოვთხოვოთ. მის ენაზე რო თქვა და იმის არ იყოს ხო ის ჩავიდა რომ ბაკურიანში იყო თუ გუდაურში რომ აი ხალხო რატო არ ხართო რატო არ ისო გახსოვს ეს რაღაცა. კი ჩამო დაუჯერეთ ტელევიზიას დაუჯერეთ რომ თოვლი არ არის. ანუ ფერი არის. რატო არ მოდი რატო არ ისვენებ არ შემიძლია ვერ გაიგო. ანუ არ ისმის რომ ფული არ აგვაქვს დინო ფული არ აგვაქვს.
გაჭირებულია ხალხი ნინო იგი არ უნდა კითხო დემოგრაფია როგორ მოვაგვარო უნდა კითხო ფული როგორ ვაშოვნინოთ ხალხმა ფული რო ეგრევა დამიჯერე ვერ შეასწრებს საძინებელში ამ ხალხს რა ვიცი მე შეუძლებელია ანუ მაგას გონია რომ აი უბრალოდ რაღაცა გამოიქცეს ხალხის საძინებლებიდან და აღარ უნდა გამრავლება ეხლა დემოგრაფიული პრობლემა გვარდება სადაც ეკონომიკა არის შემოსავალი არის ხელფასია ადამიანს უხარია შვილის და ახლა შვილს რო განმოდებით ძდი მაგის დედავატირე მართლა ხო არ არის ნორმალური რა მაგრამ ერთი რაც მიხარია ეხლა რა რაც კარგი გამოაქვეყნა ქართულ მოუწნებამ საქართველოს საზოგადოებრივი კეთილდღეობის გაუმჯობესებით 21 საუკუნის საუკეთესო სამეულშია და 2012 წლის შემდეგ განცდილი პროგრესით მსოფლიოს პირველ ადგილზე. ანუ ძალიან განიცდია მაგას. იმის არ იყოს ოც იგებაში. განცდილი პროგრესი. მე ბებია ილიგო და ილარიოში ვარ. უგზნია მაღანაზე ეგეთი ამოვიდა. ხო, რაღაცა ყოვნა მოიგონო, რაღაცაში ვარ პირველ ადგილზე. განცდილი პროგრესით ვარ პირველ ადგილზე. განვიცადეთ პროგრესი ისეთ კარგად, რომ პირველ ადგილზე ვარ. რა გვეშველება, რა ვიცი. მაგრამ ერთი კარგი ამბავი ის არის, რომ ბოჭვარიშვილი მაინც ხვდება ვიღაცებს ტიმურ-ლესტეს, ბურუნდის და ლაგდებით უცებ რეგასო. ვალაგებთ ბოლო-ბოლო. სანამარტი ვალაგებთ ბოლო-ბოლო მაგათთანაც ურთიერთობას და წაგვადგება ერთის. ხო ბოლო-ბოლო. კი ეს დიპლომატიური გარღვევებია შენ რასაც ხედავ. ეტარები რასაც აკეთებს კაის ბოჭვარიშვილი, რომ აი ამ გაურკვეველ ქვეყნებს გვაცნობს. იცი რა უნდა გითხო შენ ახლა შენთვის ხო არჩევნების თემა ნუ ახლა შემდეგ არჩევნებზე არ ვილაპარაკ. ეგ აღარ მიხსენე. ძველებს მოგიყვები მარტო ეგ. ხო და წინა არჩევნებზე როგორი სიტუაცია გქონდა შენ ახლა ვიცი რომ ძალიან ჩართული იყავი ამბავში. გურიაში თუ იყავი თუ არა? კი, თბილისში ვიყავი ხა ძირითადად, მაგრამ გურიაში მოხდა ეგეც ძალიან საინტერესო ფაქტი. მე ხო იცი გურული და რაღაცა სულ ამ გურულ ფაქტებით ან ისეთია. მოგეთ გურიაში ხა სადაგვრილო მისია ჩასული ვანო და 30 კაცია სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი, სხვადასხვა NGO-ს და რაღაცა და აგვირდებენ არჩევნებს და არის რა თქმა უნდა ქაოსი ყველგან, რომ არის რომ ყალბდება უბნებთან არეულობა, რაღაცა მოკრიმინალო წეღარო უთქი ბოდიში და მობო ხალხი ყველა სუსის ნასეთქები და ესე ჩართულები არიან რა. თან რო იკლაკნებიან, თან ქუჩაც უნდა ისე ყველაფერი უნდათ რა. სუსის უნდა ისე და სოფლის გამგებელი გამოხდა, რომელმაც თქვა რომ მე წაგიყვანთ ეხაო, მე თვითონ წაგიყვანთო ეხა უბანზეო. წავიდეთ თუ არსად არაფერი არ ხდებო, იგონებს ეს ყველა იგონებენო ესე. გამომყევით თუ გაყვა ეხა დიდი ეს რა. მიყევია სოფლის კოდს გამგებელს რა. ხო. უნდა შემოიღო ხარბად ეხა იწყოს ყველაზე შვიდი უბრიდან ხო? სადაც ფიქრობს ხო ეხა იქ ძალიან დიდი სიფშვიდე იქნება. რომ მივიდნენ ესენი რომ გადავიდნენ ეხა მანქანებიდან ხო არის 30 თუ 40 კაცი მიდის მაგრამ კოცი რის კოცია რომ ნაციონალი არ იცნოს ხო იმ 50 კაცი იმ 50 კაცი დაინახა ჩვენი თანამებრძოლი ისეთი რომელიც ეხა და იმ კოცმა დაინახა სუფრაგს არჩევნებთან ყველგან ეგრე იციან კოცება გაშლილი ეს 100 ლარი ხო დაურიგეს რაღაცა წამოდგა ის კაცი უცებ ეხა ეს გურუ და თანაც ის იცნეს და ეს ჭიქა აიღო გაიგე და მიშას გაუმარჯოს, მიშას იზაღის. სპეციალად ეძახის ამას. გაიგადავა რა. მიშას გაუმარჯოს, მიშას დაжда. ბიჭო გავიდა უცებ რაღაცა ჩოჩქოლია და რაღაცა მეორე ეზოდან მორბის ერთი კოცი რას ქვია შენ? შენ ამდენი ფული აიღეო ჩვენგანო. კოცო და რას ქვიაო შენო მიშა დანოცეო. ამან ჩათვალა და ამან გული და ამან გაიყადავა. ის ვერ გაერკვა სიტუაციაში და მორბის და ამას არაცალა. და მოტეხა ყმა პირდაპირ. დასხოდა ეს გამგებელი უყურებს ამ ყველაფერს. ეს დამკვლებლები გიჟები უყურებენ. შვიდუბაზე მოგვიყანაო და ჩხუბი მიდის ბიჭო უბედური ჩხუბია და ამ გამგებელმა ხა ეს ერთის მაგის დაქირავებულია და მეორეც ორივე თავის ხალხია და შევარ და ახლა ნუ მომჭერთ ახლა თავი და აქარეს ესეც მაგრაცებს გაიგდეს ეგ დაუყოვნებლობით სალგებორბოდენ მარტო ნაციონალი გამოვიდა იქიდან მშვიდად ბედნიერი იყო მიშა დანოცილი იყო პარტია დანოცილი იყო აბა ხმები ხარ ორივე დამტრეული თუმცა გაჩა გაგებებული ხო იცი ასკია მიშა და სა ვერ გაერკვა ის იმან შენ ფული მოგეცი ჩვენ და შენ უბაზე მიშას გაუმარჯოს დაიძახე ვერ მიხვდა რა ხდებოდა რასკი იყო მაგრამ ეს იყო მაგარო ჩაერია ეხლა გაჩერე ძორიო და დასხეს ამას კაი გავაგზელოთ კაი რა თუ კიდე ერთი ისტორიასაც მოგიყვები აგერ სვანებს ჯერ მინდა მოვიკითხო ძალიან ბევრი სვანი მეგობარი მყავს და ძალიან მიყვარს ხადია და ხშირად მიწევს ხოლმე სვანეთში ყოფნა და ულამაზესი ადგილი და მიყვარს სვანების იუმორი რა
ხო და ჩემი მეგობარი მიყვება ეგეთ რაღაცას, რომ ეს არისო რა, ტრადიცია არ ვიცი მე ეს რამდენად, ჩემ თუ არ მომატყუა ესეთი ტრადიცია აქვს ესო, რომ ადამიანიო რომ მაგალითად გარდაიცვლებაო, ხო, ისა მაგალითად სახლში არა და მაგას სხვაგან პირობითად ან რაღაცა დაემართება. ესე იგი, სადაც გარდაიცვლება, იქო ყრიანო დებენ საკვებს, საჭმელებს, რაღაცა საჭმელებს, წესია ხო ესე და საკვე და მამალი მიყავთო რა. მამალი მიყავთო და ესე იგი, რაცო უყვარს დაო გარდაცვლილსო, მამალიო ნაღდად იმას ჭამსო, აი მართლაო რა, ეხა შენო გინდა ეს და არ გინდა ეს და არ გინდა მართლა იმას ჭამსო და მე იმ ადგილიდან მამალს გაუშვებენ ეს თოქს მოაბამენ რაღაცა და გაუშვებენ და უნდა მივიდეს სახლში რა, რომ ეს სული უნდა იმას აქნან, მიხვდი? სული უნდა მივიდეს სახლში და ეს არის რაღაცა ეს და წესი რომ სულს ესე მიიყვანეს სახლში, რაღაცა ძველი ტრადიციაა რა. 85-96 წლის ჩვენიო მეგობრის ბაბუა დაიღუპაო რა და ამ კაცს რაღაცა იმპაქტი მოუვიდა ეზოდან დაახლოებით 200 მეტრში, 300 მეტრში რა და გარდაიცვალა გარეთ ეზო ხო, ეზოს გარეთ რა და ტრადიციის შესაბამისად, როგორც შეეფერება ტრადიციას, იქ მიიყვანეს მამალი და დადეს ეხა ეს საკვებები რაღაცა და მართლაო იფიცება ყველაფერსო ზუსტადო ისე ხო თქვენს წინასწარ რომ ამ კაცს ეს უყურდა და მრავალფეროვანიო სუფრაო ესე დადესო და მამალი მიუშვეს და ზუსტად ის ჭამაო რა გაოგნებული უყურებდა ზოგი ხა ვინც სხვებიც იყვნენ არა მარტო ხო იქ რაღაცა და მე ის მამალი სახლში ბრუნდება ხო ის მამალი სახლში ბრუნდება უკვე დამტკიცდა რომ ნამდვილად მისი სულია იმიტომ რომ მართლა ის საკვები ჭამა გამორჩეულად რომელიც უყვარდა და განსხვავებულა და ხალხმა თქვა რომ აი აგი კიდევ ერთი საოცრება თუ არ არის ეს ხო და გამოაბეს აღა მამალს ეს თოგი და გაუშვეს სახლში ხო და ოჯახი ახლა მეუღლე ცოტა იყო ბაბუ 86 წლის იყო და მეუღლე იყო დაახლოებით 70 წლის. ახლა ახალგაზრდა რაღაც 70 წლის ბაბუსთან შედარებით და ახალგაზრდა მეუღლე ყავდაო და წავიდა ახლა ეს მამა 200 მეტრი უნდა იაროს გესმის და უყურებენ ახლა ეს მიდის ეს ახლისგან კაცო. ორსო მიდის ეს. მიდის ესე და მივიდა იმასთანო რა ზაღდა რომ მივიდაო. გაჩერდა ეს მამალი რა. გაიხედა წინ უყურებს სახლს. აქეთ გვერდით სახლია და გააქნია, გამოაქნია თავი და გავარდა მეზობელ ქალთან. იქ დაგრებოდა. იქ გამოვიარდა და ცოლი ეძახის თურმე მკვდარი მაინც მოდის სამშიო კაცო. მიზოლებული მაინც დაბრუნდი უკან. იქ დაგრებოდა. როგორ ჩას? რაღაც ეჭვი არსებობდა და ბაბუ მეზე იგი მამალი გასო იქით გაიხედა აქეთ გამოვიდა აკი და თავი და გაიცო კაია დაძრებოდა სულმა გაგიდა მამალმა გაგიდა კაია ბოლოსკე ლევან ერთი შენი საფირმო ფრაზა მინდა რომ თქვა ანუ შენი უნდა დავაპატეცოთ ეს ფრაზა მშვიდობიანი დამხობა ხო ის რატო ხო მშვიდობე რატო და შემა ვიღაცები ხო ელოდებოდნენ და მე ვთქვი რომ დამხობა თქო და ჩუმად არიან არავინ არ საიძებს და გავიდა ერთი კვირა ვაგზელებ და რომ მიხვდე რომ არაფერი არ ხდება მე სხვებას დაიწყეს და დამხობა მოსულა ხო და მე მშვიდობიანი რატო შევიტარა იცი რომ მაინც ჩვენ ოპოზიციურ ფლანგზეც მაინც რაღაცა ისენი აქვს რა ბიჭო ამ ხელისუფლებას როგორ ჯერ სიტყვა თუ ვერ გავტეხეთ რევოლუცია და სიტყვა თუ ვერ გავტეხეთ დამხობა აბა ივანიშვილს რანაირად გაუშვებ ახლა იმით რომ ჭერლო პეპელატი ვერ გაუშვებ აბა სიტყვა თუ ვერ თქვით ჭერლო საქმეს რანაირად გავაკეთებ კონკრეტ ლევან ძალიან დიდი მადლობა არაჩვეულის აღამ გამოგვივიდა იმედია მადლობა თქვენ იმედია ისე წავა საქმე რომ ჩვენს ქვეყანას მშვიდობიანი დამხობას რამენაირად გადავრჩები და რაღაცა დემოკრატიულად მაინც, მაგრამ არ ამჯერა მაინც ხოლმე დემოკრატიის, მაგრამ მაინც იცი რა, იმდენი პოლიტიკოსი ამასობაში და იმდენი პოლიტიკოსი ციხეში შემდეგ გადასცემაში თუ დაგჭირდი დამეცახე. ვინ უნდა მოიყვა? გამომიხედე. ერთი წლის სტუმრობას მოვილე. ვინც კიდე თუ ვინმე ყავს მომიყვანა კიდე თუ ჯერჯერობით ზარავალ გამოგიყენე თუ ვინმე ყავს კიდე მომიყვანა შეიძლება რომ ერთბაშად მოვილიო და მე რა ვიცი ხალხოდ გადააყოლოს კარგი ძალიან დიდი მადლობა უღმეს მადლობა ჩვენი სტუმარი იყო ბატონ ლევან ხაბეიშვილი